მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ფინანსური მდგომარეობის ანალიზს თებერვლის თვეში. ეხლა ხანს დაიწყო თებერვალი, თან დიდი ხანი არ გამიკეთებია თქვენთვის საჯარო გაშლა ფინანსებთან დაკავშირებით და ამიტომ ნახოთ, როგორი იქნება თებერვლისთვის ფინანსური ტენდენციები ცალკეულად. მე ცალკე პროგნოზი რომ გავაკეთე თვის ჭრილში, იქ შევეხე ფინანსებს, მაგრამ მოდი დღეს ცალკეულად გავშალოთ სამ ვარიანტად, როგორი იქნება მაგალითად თითოეული თქვენგანისთვის, ვინ რომელ ვარიანტს აირჩევთ, რა თქმა უნდა, იმის მიხედვით თებერვლისთვის ფინანსური ტენდენციები ტაროს მეშვეობით. შევაფასოთ. დახუჭეთ თვალები. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ვნახოთ. თებერვლისთვის ფინანსური ტენდენციები. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, დაკომენტარება, გაზიარება. როგორც უკვე ვთქვი, დღეს გვექნება სამი ვარიანტი და მნიშვნელოვანია, რომ მადლიერება თქვენი მხრიდან იყოს დაცული, ბალანსირებული და დაცული. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ფინანსური ტენდენციები თებერვლის თვეში. მოდი დავიხმაროთ ქვები. პირველი ვარიანტისთვის ასეთი ქვა იქნება. მეორე ვარიანტისთვის აი ესეთი ქვა, მწვანე და მესამე ვარიანტისთვის აი ესეთი ჭრელი მოყავისფრო ქვა. დააკვირდით ვარიანტებს, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. კონცენტრაცია მოახდინეთ კითხვაზე, ანუ ფინანსური ტენდენცია თებერვლის თვეში და აი ესე აირჩიეთ ინტუიციურად თქვენთვის საინტერესო ვარიანტი. ხშირად მისვამენ ხოლმე შეკითხვა, სანამ თქვენ აირჩევთ, მანამდე გაგიჟღერებთ ინფორმაციას. ხშირად მისვამენ ხოლმე პირადში შეკითხვას, რომ ვარიანტი, რომელიც ავირჩიე, ის არ რეზონირდა, მაგრამ მეორე ვარიანტი სრულად რეზონირდა, რომელიც არ აურჩევია. სხვათა შორის ესეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია და ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ადამიანები ვარიანტს ირჩევენ გონებით და არა ინტუიციით. აი მაგალითად ყოველთვის ვირჩევ მეორე ვარიანტს, ან ყოველთვის ვირჩევ რაღაცა მწვანე ფერის იდენტიფიკატორს, ან ყოველთვის ვირჩევ რაღაცა თეთრი ფერის იდენტიფიკატორს. ეს ყოველთვის არ გააკეთოთ, ანუ თვალებს იმიტომ გახუჭინებთ არჩევანის დროს, რომ თქვენმა ინტუიციამ და გონების თვალმა აი ესე ტენდენციურად თვითონ მივიდეს მისთვის საინტერესო ვარიანტამდე, სადაც იქნება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. ამ მეთოდმა თუ მაინც არ გაამართლა, მაშინ გჭირდებათ ინტუიციის ვარჯიშები, ძალიან ბევრია ესეთი ვარჯიშები ინტერნეტში. და არა მხოლოდ ტაროსთან მიმართებაში დაგეხმარებათ ეს ყველაფერი, არამედ დაგეხმარებათ ზოგადად, თან სახალისოა და თან თქვენს ინტუიციასაც გაავარჯიშებს. ამიტომ ეცადეთ, რომ თუ ესეთი შეცდომები ბჭყალებში, შეცდომა ამ შემთხვევაში ძალიან ისეთია გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, თუ ესეთი შეცდომა დაგემართათ, შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ თქვენმა ინტუიციამ უბრალოდ მოითხოვა ვარჯიში. და ყველაფერს ადამიანის ორგანიზმში, როგორც გულს, ისე მეტყველებას, ისე ინტუიციას, სიარულს და ასე შემდეგ ჭირდება ვარჯიში. და აქ არაფერი განსაკუთრებული და საგანგაშო მით უმეტეს არაფერი არ არის. მოისმინეთ ის ვარიანტი, რომელიც არ რეზონირდება თქვენს შემთხვევაში და სხვა ვარიანტში თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რომელია თქვენი ვარიანტი, ამ შემთხვევაშიდაც მოусმინეთ მთლიან გაშლას და მთლიანი გაშლიდან თუ არც ერთი ვარიანტი არ რეზონირდა, ის მაინც გეცოდინებათ, რომ
ეს თემა თქვენთვის ამ შემთხვევაში პრიორიტეტული არ არის. ეხლა ძალიან რო არ გამიგრძელდეს ეს საუბარი თქვენთან, მოდი პირდაპირ გადავიდეთ ვარიანტების განხილვაზე და ესეთი კითხვები როგორც ახლა გესაუბრებოდით, თუ გაქვთ, დამისვით პირდაპირ ვიდეოს ქვეშ და ან ვიდეოს სახით გიპასუხებთ მერე ჩანაწერის ფარგლებში, ან იქვე გაგცემთ პასუხს გააჩნია კითხვის შინაარს. ნახოთ პირველი ვარიანტისთვის, როგორი იქნება თებერვლისთვის ფინანსური ტენდენციები. არკანი ეშმაკი მოვიდა თავად. არკანი ეშმაკი. ამ არკანის ენერგია პრინციპში ფულთან მიმართებაში და ფინანსებთან მიმართებაში ცუდი არ არის და შეიძლება აქ იყოს ისეთი საკითხები, რომ დავუშვათ დიდი ან ლატარია მოიგოთ, ან დიდი შემოსავლები, ან რაღაცა ამ თვეში დაგიბრუნდეთ დიდი ხნის გასესხებული თანხა ან ვალი. თუმცა უარყოფითი კონტექსტიც აქვს ამ არკანს და შეიძლება ეს იყოს გარკვეული ტიპის ცდუნებები, რომ გეჩვენებათ თითქოს რაღაცა ძალიან კარგად, მომხიბლავად, მაგრამ საბოლოოდ იქ იყოს აბსოლუტური სიცარიელი და თქვენ წააგოთ ის თანხა, რაც არის. ამიტომ აზარტულია ძალიან ეს არკანი პირველი ვარიანტისთვის და შეგვიძლია დავუშვათ ვთქვათ ისიც, რომ აზარტის ნაწილში თავი შეიკავეთ თებერვლის თვეში, მანდამაინც შეიძლება არ იყოს იმ შედეგების მომტანი, რასაც ელოდებით. ნახოთ კიდე აბა, როგორი იქნება თებერვლის თვე პირველი ვარიანტისთვის ფინანსების თვალსაზრისით. 4-იანი პენტაკლები, კი ბატონო, 7-იანი კვერთხები და 3-იანი კვერთხები. აი 4-იანი პენტაკლები ზუსტად და არკანი მეტლე დასტის ბოლოს. 10-იანი პენტაკლები და 9-იანი კვერთხები. ჩემო ძვირფასებო, 4-იანი პენტაკლები მიანიშნებს იმაზე, აი ზუსტად ორმაგია აი ეს ტენდენცია, რაც წეგან გითხარით. შეიძლება იყოს ძალიან მომგებიანი ან პირიქით ძალიან დანაკარგიანი. ეხლა 4-იანი პენტაკლები ამ შემთხვევაში აჩვენებს იმას, რომ თუ თქვენ არ გარისკავთ, თუ თქვენ მაგალითად ნაბიჯს არ გადადგამთ, თავისთვის ესე კეთილდღეობა ვერ და არ შეიქმნება, ხო? ყველაფერს მატერიალურ სიკეთეს სჭირდება გარკვეული ტიპის ქმედება, თუნდაც მანიფესტაციაც არის ქმედება ამ შემთხვევაში და რწმენა. ხო, ნებისმიერი ტიპის ენერგეტიკული ვიბრაციები, რაც კი შეიძლება საკითხთან მიმართებაში თქვენს ტვინში იბადებოდეს, ეს არის გავლენა. არა აქვს ამას მნიშვნელობა ხელით შევეხები, ფეხით შევეხები, ფიზიკურად მივალ თუ გონებრივად ვიფიქრებ, იმ საკითხზე ჩვენი გონება ესეა მოწყობილი, რომ იწყებს კონცენტრაციას და კონცენტრაციის საგანთან მიმართებაში აქტიურდება უკვე გარკვეული ტიპის ენერგოვიბრაციები, რომელსაც მე შესაბამისი შედეგები მოყვება. ხო, ეხლა ეს 4-იანი პენტაკლები ამ შემთხვევაში შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ ზედმეტად ხართ ჩაბღაუჭებული და მიჯაჭვული ფინანსებზე და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს საკითხი. აი თითქოს რაღაცა ის ორი კაპიკიც რო არ დავკარგო, აი რაღაც ესეთი შიშები გაქვთ და ვერ ბედავთ და ვერ რისკავთ. აი ეს არის მთელი თემა. ამავე დროს თქვენ შეიძლება გაკლიათ გარკვეული ტიპის გამოცდილება და ეს შედეგები და ეს შიშები, რაც ახლა თქვენ გაქვთ, სწორედ ამ გამოუცდელობის გამო შეიძლება იყოს განპირობებული და გამოწვეული. აი დააკვირდით როგორი ხელის ცეცებით მიდის ეს რა ვიცი, ადამიანი არ არის, მაგრამ ეს არსება, მოდი ესე ვთქვათ, ამ არკანზე გამოსახული, ხელის ცეცებით მიდის. ანუ ხელის ცეცება ნიშნავს იმას, რომ მე არ ვიცი რა მელოდება. ამიტომ ეს თვის ფინანსური ტენდენცია ეშმაკში მე ვიტყოდი, რომ არის თქვენთვის ერთგვარი გაფრთხილება, რომ უმიზნოთ და შესწავლის გარეშე არსად არაფერი არ დააბანდოთ და არსად არაფერზე არ გარისკოთ. აი კიდე, ნახეთ, კიდე მეორეჯერ მოვიდა არკანი ეშმაკი და მიდასტურებს, რომ ნამდვილად ესეა.
არ გირჩევენ კი ბატონო რვიანი თასები და არკანი კოშკი. საკმაოდ მაცდური წინადადებები შეიძლება შემოვიდეს თქვენ შემთხვევაში, ჩემო ძვირფასებო პირველ ვარიანტო თქვენს რეალობაში, მაგრამ 100 ჯერ გაზომეთ, 10 ჯერ კი არა, 100 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით, იმიტომ რომ აი აქ რვიანი თასებიც, ეშმაკიც და კოშკიც მიანიშნებენ ზუსტად მაგაზე, რომ მაღალი ალბათობა იმ შედეგებით არ დასრულდეს, გარიგებები თუ რაც არის, რა შედეგებსაც დაუშვათ ან თქვენ მოიაზრებთ, ან კვირდებიან თქვენი გარშემო მყოფები. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო პირველი ვარიანტის ფინანსური ტენდენციები თებერვლის თვისთვის, ვისაც პირადი გაშლა გნებავთ და უფრო დეტალურად გნებავთ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციების მიღება, მხოლოდ და მხოლოდ პირად შეტყობინებებში მომმართეთ. ესე საჯაროდ ვერ გავცემ ვერავის ინდივიდუალურ პასუხებს. გადავედით მეორე ვარიანტზე, ესეთი ულამაზესი მწვანე ქვა გვაქვს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტის ფინანსური ტენდენციები. 7-იანი ხმლები. ფინანსური თებერვლისთვის ფინანსური ტენდენცია გვაჩვენებს 7-იან ხმლებს. 7-იანი ხმლები, ჩემო ძვირფასებო, აი აქ შეიძლება მოიაზრებოდეს იმათ, რომ თქვენ მოგიწოდებენ მაღალი ძალები იმოქმედოთ. ესეთი გამოთქმა არსებობს შეჭამე ბაყაყი. რას ნიშნავს ახლა ეს გამოთქმა? შეჭამე ბაყაყი ნიშნავს იმას, რომ რაც ყველაზე მეტად გეზარებათ, რაც ყველაზე მეტად გეჩოთირებათ, აი რაზეც ყველაზე მეტად თავს იკავებთ, აი სწორედ იქიდან უნდა დაიწყოთ საქმის კეთება, რომ მიიღოთ ის რეზულტატი, რაც გინდათ რომ მიიღოთ. ესე ლანგარზე მორთმეული არაფერი ბევრი რამ, არაფერი არა, ზოგიერთი რაღაცები გვეძლევა ესე ლანგარზე მორთმეული, მაგრამ ვერ ვაფასებთ ხოლმე და აი ამ შემთხვევაში პირდაპირ გვეუბნება ტაროს ენერგია, რომ უნდა დაიწყოთ აი ამ ბაყაყის ჭამით, ყველაზე მეტად რაც გეზიზღებათ და გეზარებათ იმ პროცესებით და მოქმედებებით. ამავე დროს ყურადღება მიაქციეთ ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტს ვეუბნები, რომ თქვენს სივრცეში არ იყოს გარკვეული ტიპის ესეთი ადამიანები, ვითომ რომ თქვენ მხარეს არიან და ამ დროს რო არ არიან რა, ესეთი ადამიანები და ეცადეთ რომ ეს ფინანსური გეგმები არ გაუზიაროთ ესე გაურკვეველი მიზნების მქონე პიროვნებებს თქვენთან. აი ხმლების რაინდი ისევ მოვიდა ჩვენთან, მოვიდა ხმლების მეფე და მოვიდა ორიანი კვერთხები. პენტაკლებთან დაკავშირებულ ენერგიას ვეკითხებით და მოდის ხმლები და კვერთხები. ანუ ამ შემთხვევაში ხმლები და კვერთხები მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის მიზნები, გეგმები, ცოტა უფრო ნაკლები ქმედებები შეიძლება ითქვას, უფრო მეტად ეს არის რაღაცა დაკვირვება, მომავლის გეგმები. აი მე ბაყაყის შეჭმა გითხარით და აი აქ ნახეთ ორიან კვერთხებზე ნივრის თავებს ყრის ადამიანი, ხო? ეხლა ეს ნივრის თავების ამოყრა ორ ვარიანტად შეიძლება წავიკითხოთ აქ, რომ ერთი არის რომ გარკვეული ტიპის მოსავალი შეიძლება მიიღოთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან მცირედი. მაგრამ ამავე დროს ეს იქნება ზუსტად ნიორი არის უარყოფითი ემოციისგან დაცვა, უარყოფითი თვალისგან დაცვა, ხო? ანუ შეგვიძლია გადატანით მნიშვნელობა ვთქვათ ის, რომ აი ეს ნივრის დამცავი ბოდიში და მყრალი ენერგია და იყოს თქვენ სივრცეში, ამ ჯობია რაღაც არ ამკითხე მეგობრებს და ვითომ არ ამკითხე მოამბეებს, თქვენი ეგრეთ წოდებული გულშემატკივრების ფარისეულურ დამოკიდებულებებს ჯობია დაუშვათ თქვენ სივრცეში არსებობდეს მწარე რეალობა და ეს რეალობა იყოს იმაზე ბევრად ნამდვილი, ვიდრე ის მეგობრობა, რომელსაც თქვენი გარშემო მყოფი ზოგიერთი ადამიანი გთავაზობთ. ისევ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე და ეს არ ჩათვალოთ, რომ რაღაცა თქვენთვის სასიკეთოდ ხდება რამე. ამიტომ იყავით ძალიან ყურადღებით. ვნახოთ კიდე მეორე ვარიანტთან თებერვლისთვის ფინანსური ტენდენციები. ანუ თასების მეფე მოდის აქ, ცხრიანების კვერთხები და ხუთიანი კვერთხები.
და ისევ ნახეთ, აი რასაც პირველ ვარიანტთანაც გამიმეორდა ენერგეტიკული პირველი, ანუ დიაგნოსტიკური არკანი და აქაც გამეორდა დიაგნოსტიკური არკანი 7-იანი ხმლები. ჩემო ძვირფასებო, აქ დავამატებდი იმას, რომ შესაძლოა თქვენ შემთხვევაში იყოს მამაკაცი, თქვენი დამხმარე, მოდი ესე ვთქვათ, ბრჭყალებში, რომელიც გვპირდებათ დაახმარებას, მაგრამ ამ მამაკაცს აქვს საკუთარი მიზნები თქვენთან დაკავშირებით, აუცილებლად და აი ესე ბრმად ნუ მიიღებთ მოკლედ ვინმეს გამოწვდილ ხელს. ან როგორც მინიმუმ, თუ ეს გამოწვდილი ხელი ამ შემთხვევაში ძალიან გჭირდებათ, გარკვეული ტიპის პირობებზე შეთანხმდით. იმიტომ რომ მე არ იყოს რაღაცა მოლოდინების გაცრუება, იმედების ნგრევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მამაკაცი შეიძლება თავის რეალურ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ მალავს და მეგობრული პოზიციიდან პოზიციონირებს ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მას აუცილებლად ექნება თავისი მიზანი, მე რასაც გრძნობ ახლა აქ და ამიტომ თუ ეს მიზანი თქვენთვის ან მისაღები არ არის, ან ბუნდოვანია და თქვენ სხვა გეგმები გაქვთ, ჯობია რომ პირობებზე შეთანხმდეთ. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტთან დაკავშირებული ფინანსური ტენდენციები თებერვლის თვეში და ახლა გადავიდეთ აი ესეთ მესამე ვარიანტზე და ვნახოთ თქვენთვის როგორი იქნება მესამე ვარიანტი ფინანსური ტენდენციები. 6-იანი პენტაკლები. 6-იანი პენტაკლები ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ იცით რა, გარკვეული ტიპის წყალობა, ანუ ან დახმარება, ან რაღაცა ხელის გამოწვდა, მაგრამ ეს იმდენი არ არის, რამდენიც თქვენ გჭირდებათ. აი როგორ ვთქვა ახლა, დამშეულ ადამიანს რომ აჭამოთ 3 სადილის კოვზი საკვები. ხოლოდ, ანუ ეს 3 სადილის კოვზი არ დაანაყრებს, მადას უფრო მეტად გაუღვივებს, მაგრამ თითქოს აი რაღაცნაირად ამოსუნთქვის საშუალებასაც მისცემს, ხო? თითქოს სასიცოცხლო ენერგიას გაუხანგრძლივებს. ანუ რასაც თქვენ გაძლევენ აქ მაღალი ძალები, მესამე ვარიანტი, იმისი მიასედიც არ არის, რაც შეიძლება რომ მიიღოთ თებერვლის თვეში. ნახოთ აი რას ეხება ეს თქვენთან დაკავშირებული ენერგია მომდის. თითქოს რაღაცა მცირედით კმაყოფილდებით, აქ მესამე ვარიანტი და მე აღარ გინდათ мотивაციას კარგავთ. აი თითქოს რაღაცა დღევანდელი დღით რო ცხოვრობს ადამიანი, ისეთი ენერგია მომდის აი აქ. ნახოთ კიდევ რას გვეტყვის ტარო თებერვლის თვესთან დაკავშირებით მესამე ვარიანტთან. 8-იანი პენტაკლები, 8-იანი კვერთხები და არკანი მაგი. კი ბატონო, მე სწორად შევაფასე წეღან ინფორმაცია, რომ თქვენ კი მუშაობთ, მაგრამ იცით რა, არაფერი არ იცვლება თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ არაფერს არ ამატებთ, მუშაობთ, ხარჯავთ და არაფერს არ ამატებთ, იმაზე მეტ რესურსს არ ქმნით და იმაზე მეტ კეთილდღეობას არ ქმნით, რაც ამ მომენტში გჭირდებათ. აი ყოველდღიურობისთვის, რაც არის საჭირო, იმით კმაყოფილდებით. ახლა შეიძლება ვიღაცამ აქ თქვას, რომ აი მეტი გასაქანი არ მაქვს და რა ვქნა და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი თქვენი რეალობა, თქვენს ტვინში რასაც დაუშვებთ, რასაც იმანიფესტირებთ, აი მე წეღან ვიდეოს დასაწყისში რაც აღნიშნე, მესამე ვარიანტი გადაახვით და უყურეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო იქაც გაჟღერებული. აი რასაც იმანიფესტირებთ, ჩემო ძვირფასებო, ის მოხდება. აქ არკანი მაგი ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ საკუთარი რეალობის შემოქმედი ადამიანები ხართ აქ თქვენ, უბრალოდ აი აქ თქვენი თავის ტყვე ხართ. თქვენი თავის ტყვე ხართ და თქვენ თვითონ ყავთ გაყინული თქვენი საკუთარი თავი და არ აძლევთ გასაქანის საშუალებას. თორე რესურსი გაქვთ, კი ბატონო, შეიძლება ვიღაცასთან აქ იყოს სამსახურის დამატების შესაძლებლობა, მაგრამ ნუ აი ხო ხვდებით, არ დავიმატო, იქნებ მერე მეტად დავიღალო, მერე დასვენების საშუალება არ მექნება და ასე შემდეგ. მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს აქ.
და ყველაფერი შეიძლება იყოს როგორც მართალი, ისე ცრუ არგუმენტები. ამიტომ თქვენ თავში ჩააღრმავდით და ნახეთ რეალურად რისი შესაძლებლობები გაქვთ და რას არ იყენებთ. ნახოთ კიდე მესამე ვარიანტთან, აი ხმლების დედოფალი, კი ბატონო, ცხრიანების პენტაკლები და ხუთიანი ხმლები. აი ჩემო ძვირფასებო, ზუსტად ეგ არის, თქვენ გაქვთ ყველანაირი რესურსი, ჭკუაც გაქვთ, გონებაც გაქვთ, ფიზიკური შესაძლებლობაც გაქვთ, ნაცნობობაც გყავთ, მაგრამ ხუთიანი ხმლები დაუდგა აქ, ეს არის საკუთარ თავთან კონფლიქტი ამ შემთხვევაში, რომ არ გინდათ ზედმეტად თავის შეწუხება. თქვენი არჩევანია, მაგრამ თუ დაუშვათ გაუმჯობესება გინდათ ფინანსური მდგომარეობის, აქ მესამე ვარიანტს პირდაპირ ურჩევენ, რომ უფრო მეტი აქტიურობა, უფრო მეტი ძალისხმევა და უფრო მეტად მოიპოვეთ თავდაჯერება და გარისკეთ უფრო მეტი რისკიანობა, იმიტომ რომ მაგის არკანი არის გონივრული რისკი. გონივრული რისკი ნიშნავს იმას, რომ აწონ-დაწონით ყველაფერს, შეაფასებთ პოტენციურ საფრთხეებს და ყველაზე ლოგიკურ და რისკიან გადაწყვეტილებას მიიღებთ. აბსურდული რისკი არის ესეთი, შეიძლება ძალიან მაღალი უგება იყოს, მაგრამ აბსურდულად დიდი წაგება შეიძლება მიიღოთ, მაგრამ აი აქ გეუბნებიან, რომ გონივრული რისკით იმოქმედეთ და აუცილებლად იაქტიურეთ. მესამე ვარიანტი. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო, თებერვლისთვის ფინანსური ტენდენციების ანალიზი. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, რეზონირდა თქვენ შემთხვევაში, აუცილებლად დააკომენტარეთ, გააზიარეთ, მოიწონეთ და გახდით არხის გამომწერი. ამით ძალიან მეხმარებით იმაში, რომ გავაფართოვოთ ჩვენი მსმენელების წრე, ჩვენი სივრცე და ენერგეტიკული ვიბრაციები უფრო და უფრო მეტად გავაუმჯობესოთ. ახლა ამ ბოლოს კი გამოერია რამოდენიმე ესეთი კომენტარი ჩვენს სივრცეში, მაგრამ ეს ადამიანები თვითონ ვერ გაძლებენ ამ ენერგეტიკაში რომ იყვნენ, თუ მაგალითად თვითონ არ მოინდომეს, რომ ამაღლდნენ. სხვა შემთხვევაში მე ვარ თქვენი ძალიან მადლიერი, იმიტომ რომ იცავთ ეთიკას, იცავთ ერთმანეთის პატივისცემას, გამოხატავთ მადლიერებას და რა თქმა უნდა, მეც ვცდილობ რომ ყველანაირად თქვენ მიმართ შევინარჩუნო კეთილგანწყობა. უღრმესი მადლობა თითოეულ ვარიანტს მოსმენისთვის, ჩემთან ყოფნისთვის და შევხვდებით უახლოეს მომავალში. დროებით.